ეხლა თუ სიღრმეებში შევალთ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ჩემთვის მე არ ვამართლებ რუსეთს, გამორიცხულია, როდესაც ხალხს გიკლავენ ეხლა როგორ შეიძლება შინდისის გმერები ყავდეს, გიორგი ანწუხელიძე ყავდეს და სხვაგვარად ვერ ისაუბრებ. მე არ მომცემს უფლება, მათი სულები არ მომცემს იმის უფლებას, რომ მე სხვა პოზიციიდან ვისაუბრო, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ შეცდომას, ვინ დაუშვა პოლიტიკური შეცდომა, რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ხომ? როდესაც ქვია ქვეყნის ხელმძღვანელი და როდესაც ქვია პოლიტიკოსი, შენ ხარ ვალდებული გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რაც შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას. ეხლა რა ფაზაში შეიძლება გადავიდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა? როდესაც მეკამათებიან და პირადად ჩვენ გუნდს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ხალხის ძალას და მეც ძალიან ბევრი რუსეთუმეს მეძახის, მაქვს ძალიან მარტივი პასუხი ამაზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ დამიძახოთ, როგორც პოლიტიკოს, მაგრამ მე ვალდებული ვარ გავაკეთო როგორც პოლიტიკოსმა, ჩემი ქვეყნის მომავალზე ვიზრუნო. მე ვიცი ერთი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საზღვარი აქვს რუსეთთან. რომ საქართველოს მეზობელი არის რუსეთი. თუ კი ვინმე მეტყვის, რომელიმე პოლიტიკოსი ან რომელიმე ექსპერტი, რომ საქართველოს შეუძლია ეს გეოგრაფიული მოცემულობა შეცვალოს, კი ბატონო. მე გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ამის შეცვლის საშუალება და ეს ხო ირეალურია რა, ვერც ჩვენ გადავალთ სხვაგან, ვერც რუსეთს ვერ გადავდგამთ სხვაგან, ხო? ეს არის მოცემულობა. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი საზღვარი ჩრდილოეთით რუსეთთან. მეორე, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთთან, ხო? როდესაც საუბრობთ კონფლიქტების დარეგულირებაზე, აქვე ჩვენი ოპონენტები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ რუსეთი არის მთავარი კონფლიქტური მხარე ამ კონფლიქტში, შიდა კონფლიქტებში, აფხაზეთსა და სამეჩაბლოში. მე როგორც მე ვკითხულობ კონფლიქტოლოგიაშიდაც ლექციებს და ძალიან კარგად ვიცი ეს საგანი ამ დონეზე. როდესაც ამას მეუბნებიან, რომ რუსეთი არის მთავარი კონფლიქტური მხარე. და აქვე მეუბნებიან, რომ ჩვენ რუსეთთან არ უნდა დავჯდეთ მოლაპარაკებებზე. ვეკითხები, როგორ გვარდება კონფლიქტები. კონფლიქტის მოგვარების ორი გზა არსებობს. ერთი ომით, ისევ კონფლიქტით, რომელიც საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებაზე არა, შეთანხმებაზე გადის მოლაპარაკების ბოლოს და მეორე მაგიდასთან რომელიც თავიდან ბოლომდე იწყება მოლაპარაკებით, მაგრამ უნდა მოხდეს მანამდე კონფლიქტების ტრანსფორმაცია. თუ კი კონფლიქტის ტრანსფორმაცია არ მოხდა, იმ კონფლიქტის მხარები ვერ დასხდებიან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ კი მეუბნებიან, რომ რუსეთი არის მთავარი კონფლიქტური მხარე, მე ვის უნდა ველაპარაკო ამერიკას, ევროპას, ჩინეთს, თურქეთს თუ ვის უნდა ველაპარაკო? რა თქმა უნდა ველაპარაკო კონფლიქტურ მხარეს, ხო? მე მასთან უნდა დავალაგო კონფლიქტი და არა სხვასთან. სხვა არის გარეპირი. შესაძლებელია მოდერატორად შემოვიყვანო, ბუნებრივია, ჭირდება მოდერატორობა რომელიღაცა ქვეყნის. ჩვენ მე ვიცი რომ რამდენიმე მცდელობა იყო ევროპული სახელმწიფოსი, ახლო აღმოსავლეთიდან, ისევ ოკეანის გაღმედიდან, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ჩვენ შორის გამხდარიყვნენ მოდერატორები. აქედან გამომდინარე, ალბათ დრო არის ამ ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომ საქართველოს ახალი როლი აიღო საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება საქართველოს აქვს ისეთი შანსი დღეს აი ამ турბულენტურ, უმძიმეს, უმწვავეს მსოფლიო პოლიტიკაში აქვს შანსი რომ ისე გავიდეს, ისე გაიყვანოს ქვეყანა მშვიდობიანად და აღმოჩნდეს დაიკავოს ის პოლიტიკური ნიშა მსოფლიო პოლიტიკაში, რომ მინიმუმ 1 საუკუნე, სადღაც 70 წელი მაინც მას კონდეს გარანტირებული პოლიტიკური წონადობა ახალ მსოფლიო პოლიტიკაში. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. რიცხობრივად, რაოდენობრივად საქართველოს ვერ წყვეტს ვერაფერს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კოზირი, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური კარიბჭე. როდესაც ჩვენ ვამბობდით ამას მანამდე, საერთაშორისო ექსპერტებიც, პოლიტიკოსებიც წაყრობით გვისმენდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2 წლის წინ თავად გვიწოდეს გეოპოლიტიკური კარიბჭე. დიახ, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური კარიბჭე და თუ კი ვინმე სჭირდება ეს კარიბჭე, საქართველოს დაჯდება მათთან მოლაპარაკებაზე, ოღონდ უმთავრესი ინტერესი უნდა იყოს საქართველოს მხარეს. ამ კარიბჭეში უნდა შესვლა სამხრეთიდან ჩრდილოეთში, ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთში, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, კი ბატონო, იარონ, ოღონდ საქართველოს მიიღოს თავისი
რა არის ეს? უმთავრესად ეს არის მშვიდობა და ამის პირობები უნდა არსებობდეს და შემდეგ ეკონომიკური წინსვლა. და რაც მთავარია, ამ პროცესში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ეკონომიკურ წინსვლაზე, ყოველთვის გვავიწყდება თვითმყოფადობა. ქვეყანამ უნდა აუცილებლად მტკიცედ დაიცვას საკუთარი თვითმყოფადობა, საკუთარი ეროვნული პოლიტიკა და ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური სტატუსი. რა იქნება ეს პოლიტიკური სტატუსი? აი ეს იქნება სალაპარაკო. მაგრამ რაც მთავარია, ყველაზე მეტად მე რასაც ვთვლი საჭიროდ, ეს არის ის, რომ თუ კი შენ მხარეს აღიარებ კონფლიქტურ მხარედ, კონფლიქტების მოგვარება სხვაგვარად არ ხდება, ჩვენ ომს ვერასოდეს ვერ შევალთ რუსეთთან, ვერც ერთი ჭკვიანი პოლიტიკოსი რუსეთთან საომარ-ქმედებაში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა დარჩენილი. ეს არის მოლაპარაკების მაგიდა. აი რას დავდებთ მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორ დავიწყებთ მოლაპარაკებას? კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესი ფაქტობრივად უკვე გავიარეთ. 30 წლიდან ჩვენ ვიწყებდით, ანუ 3 ეტაპი აქვს კონფლიქტების ტრანსფორმაციას, სახალხო დიპლომატიის, ამის იძულებითი დიპლომატიის გამოყენებით, ყველანაირი იმის გამოყენებით ჩვენ უკვე ფაქტობრივად შევედით იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტების ტრანსფორმაცია გარკვეული დოზით უკვე მოხდა ჩვენ შორის, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, თუმცა ჯერ კიდევ არის იქ მწვავე სიტუაცია და ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ გარე ფაქტორებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. კიდევ ერთხელ ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ვსაუბრობ მშვიდობიან დარეგულირებაზე რუსეთთან, მეუბნებიან, აი სისხლი რომ დაიღვარა საქართველოში იმ ბიჭების და ასე შემდეგ. ის სისხლი რისთვის დაიღვარა? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თუ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება მიღწეული, მაშინ მათ სისხლის დაღვრას ხო იქნება შედეგი. ანუ ეს უკვე გამართლებული იქნება, ხომ? ანუ სწორედ იმ ბიჭების დაღვრილი სისხლი არ გვაძლევს უფლებას, სხვაგვარად ვიფიქროთ და კიდევ სხვა ბიჭების სისხლი დავღვაროთ. უაზროდ, კიდევ ერთხელ საუბრობ, უაზროდ. ისტორიის ფურცლებზე რჩება გმირობის მაგალითები საქართველოს ისტორიის, რომელიც უამრავი გვაქვს და ძალიან კარგია. ამაზე თაობები იზრდებიან, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვიომოთ სახელმწიფოსთან, რომ ისტორიის ფურცლებზე დავწეროთ ეს არის დიდი უაზრობა და უტვინობა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, კონფლიქტების დარეგულირებას სჭირდება კონფლიქტების დარეგულირების ცოდნა. მეთოდოლოგია, ამ მეცნიერების ცოდნა და აქედან გამომდინარე ამ ტექნოლოგიების მიყოლა. ჩვენ დღეს გვაქვს შანსი მსოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარე ურთულესი პროცესებია, მაგრამ ჩვენ შევძელით პირველი ფაზიდან მშვიდობიანად გამოსვლა და გამოღწევა. მეორე ფაზა ეს უკვე მოლაპარაკებების პროცესი არის. ეს არის უფრო რთული, ვიდრე პირველი ხო ძალიან გაგვიჭირდა, რომ აი კბილებით შევინარჩუნეთ მშვიდობა და ჩვენზე გადაწყდა ძირითადად ყველაფერი ჩვენს რეპუტაციაზე და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ უფრო რთული არის მეორე ფაზა, რომელიც მოითხოვს ძალიან ძლიერ გონებრივ პოლიტიკას. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ, როგორ შევძლებთ ამის შესრულებას ჩვენი ქვეყნის სასაკეთოდ.